დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ აღმოსავლეთ მცოდნე დავით კობერიძე. ბატონო დავით, დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და თვითონ ჩვენი სტუმრის რეგალიაც მეტყველებს თავისთავად რა თემაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა ახლო აღმოსავლეთზე. ახლო აღმოსავლეთში ბუნებრივია ირანზე, იმიტომ რომ ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ირანსა და ისრაელს და ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვითარება არის ძალიან დაძაბული და მე ოღონდ რა კუთხით მინდა დავიწყოთ საუბარი. ბატონო დავით, აი ჩვენ ხედავთ რომ თბილისშიც იმართება საპროტესტო აქციები და ჩვენი საზოგადოების ნაწილი თანაუგრძნობს ირანულ დემოკრატიას. მაგრამ რატომღაც სულ არ უფიქრდება იმ საკითხს, ეს კიდე სხვა თემაა, ირანში დემოკრატია მოხერხდება თუ არა, სადაც აღმოსავლეთი არის თუ არა მზად აი ამ დემოკრატიების და რევოლუციების, ფერადი რევოლუციების ექსპორტისთვის, იმიტომ რომ ეს იგივეა, ხო, გაგრძელებაა ეს ამისი. თუ ჩავთვლით რომ დემოკრატიზაცია უნდა დასავლეთს ირანის, ეს როგორ აისახება ირანში, სანამ დემოკრატიული გახდება ირანი, გასაგებია იგულისხმება რომ უნდა იყოს არეულობა. ეს როგორ აისახება ჩვენს რეგიონზე და როგორ აისახება კავკასიაზე? კი ბატონო, ვისაუბროთ ამ თემაზე, საინტერესო თემაა. რამდენიმე დღის წინ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა აიათოლა ხამენეის საზოგადოების წინაშე, რომელიც მიეძღვნა ძალიან მნიშვნელოვან თარიღს მუსლიმებისათვის, ყველა მუსლიმისათვის. ეს არის მათი წინასწარმეტყველი მუჰამედის მოღვაწეობის დაწყებასთან მიძღვნილი თარიღი, რომელსაც ირანში დიდი პომპეზურობით აღნიშნავენ ხოლმე. ამ გამოსვლაში ხამენეიმ პირდაპირ ვთქვა, დაალაგა ის საკითხები, რის შესახებაც მისგან პასუხებს ითხოვდა ირანული საზოგადოება და მსოფლიო საზოგადოება ელოდა მისგან გარკვეულ პასუხებს შეკითხვებზე. პირდაპირ დაადო ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს ყველაფერი რაც ხდებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ბოლო კვირების განმავლობაში, ეს არის ორგანიზებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. რა თქმა უნდა, მას არ გამორჩებოდა ისრაელი და ის აუცილებლობა არ გამორჩა ამჯერადაც და მასაც ისრაელის სახელმწიფოსაც დაადო ხელი. მოკლედ ეს არის ორი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული არეულობები. დაყო კატეგორიებად ის საზოგადოება, რომელიც პროტესტს გამოხატავდა ირანის ქალაქების ქუჩებში. ერთი ნაწილი მან აღნიშნა, რომ არის პირდაპირ მოსყიდული საზოგადოება უცხოეთიდან, დაფინანსებული, დაატრენინგებული უცხოეთის სპეციალური ცენტრების მიერ და მეორე საზოგადოება, მეორე ნაწილი ამ პროტესტანტების, ძირითადად ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც უბრალოდ ფეხის ხმას იყვნენ აყოლილები. მოკლედ, ძალიან მკაცრი შეფასებები გააკეთა ამან, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დასრულებულია. არაობიექტური იყო? იცით, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. რა თქმა უნდა, ეს აქციები და ეს არეულობები, რაც მოხდა, თავისით არ მომხდარა ეგ. ხელშეწყობა ჰქონდა და Starlink-ს არ ჩაურთავს ინტერნეტი თავისით და კეთილი განზრახვა. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს თავისით არაფერი არ ხდება. ჩვენ ხო ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ცდილობს, რომ ირანში რაღაცნაირად შეიცვალოს რეჟიმი, ან რეჟიმი თუ არ შეიცვალა, რეჟიმის ხასიათი შეიცვალოს. ეხლა ხასიათის შეცვლა ცოტა რთული განსახორციელებელია. როდესაც ჩვენ ირანზე ვლაპარაკობთ და ირანის დღევანდელ ხელისუფლებაზე. როგორ უნდა შეიცვალოს ხასიათი და მუშაობის მეთოდები აიათოლამ. რა უნდა ქნას ახლა აიათოლამ? ის გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედებს და ეს არის მისი დემოკრატიაც, ავტოკრატიაც და პლურალიზმიც და საერთოდ ყველაფერი. როდესაც ჩვენ საუბრობთ აღმოსავლეთში დემოკრატიაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პრაქტიკულად მიუღწეველი შედეგი. თეორიულადაც მიუღწეველი შედეგია და კონკრეტულად ირანის მაგალითზე თუ ამ ქვეყანაში ძირეულად არ შეიცვალა ხელისუფლება, ანუ მოლები და აიათოლები თუ არ ჩაანაცვლეს
დემოკრატიულ პრინციპებზე გაზრდილმა ადამიანებმა იქ არაფერი არ შეიცვლება. საიდან ჩაანაცვლებს ეს ხალხი? და ირანი იქნება ირანი იმ სახით, როგორც ის ცნობილია 1000 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ კი აღარ იქნებიან მოლები. იცით 1000 წლეულების განმავლობაში ირანი ცნობილი იყო თავისი იმპერიული ზრახვებით, გეგმებით და ამ გეგმების განხორციელებით აგერ ჩადიოდნენ საბერძნეთამდე, ხო? ირანელები ხო მართალია? რისთვის ჩადიოდნენ? ეხლა ბერძნულ კულტურას რომ ზიარებოდა ირანელი ადამიანი, კულტურა არც მათ არ აკლდათ სხვათა შორის. საერთოდ არ აკლდათ კულტურა მაკედონელი თურქებისგან. ხო, თურქები სულ სხვა თემა, აბსოლუტურად სხვა თემა. მაკედონელი რომ ჩავიდა და ირანული ქალაქები რომ აიღო, მის გაოცებას არ ქონდა საზღვარი. თურმე ჩვენ სად ცხოვრობდით, რამ ხელაზე ვიყავით ჩამორჩენილები და ცივილიზაცია აქ ყოფილაო. ამ სიტყვებში იყო სიმართლე სხვათა შორის თავის დროზე. მაგრამ მე მოხდა ძალიან ბევრი რამ ირანში ირანის რელიგიური მიმართულება შეიცვალა კარდინალურად და მიუხედავად იმისა რომ არაბების ისლამური მიმართულება სუნიზმი მათ არ მიიღეს და თავისი მიმართულება განავითარეს შიიზმი ისლამია მაინც. მიუხედავად ძალიან დიდი განსხვავებისა ამ ორ მიმართულებას შორის. ასე რომ იქ მოლებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ. აი უკიდურესად დიდი გავლენა აქვთ და აი ამ ერთ-ერთი ფაქტორი იმისი რატომ და როგორ მოახერხეს გარეძალებმა მიღწევა იმისი რომ შაჰების რეჟიმი გაუქმებულიყო ირანში. აი ესეც იყო. შაჰი ძალიან დაუპირისპირდა. გარეძალებმა შეუწყეს ხელი შაჰის დამხობას? რა თქმა უნდა, გარეძალებმა შეუწყეს ხელი და აქ ცნობილია და ამას არავინ აღარ მალავს დღეს უკვე. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. რა თქმა უნდა. შემდეგ ამერიკის ხო, რა თქმა უნდა, აი რას ერჩოდნენ შაჰს, ჩემთვის გაუგებარი იყო და იცით რას ერჩოდნენ შაჰს? ნუ შეიძლება შაჰს ერჩოდე ერთი შაჰი არ მოგწონდეს და მოგწონდეს მისი მემკვიდრე, რომელიც და ეს რამ ხდება ხოლმე, ხო? დინასტიური მმართველობის დროს, რომელიღაც გარე ძალას არ მოსწონს მართველი, მეფე, შაჰი, რაღაც, რა ვიცი, ემირი და ასე შემდეგ. მაგრამ ცდილობს რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს მისმა ვაჟმა, მემკვიდრემ ერთ სიტყვით, პრინცმა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ესე არ მოხდა, რა მთლიანად მოშალეს ის წესრიგი რაც იყო და მე რამდენიმე ძალიან ცნობილი ადამიანი აღიარებდა რომ აი გამოვიდა ისე რომ აი აიათოლები მოვიდნენ ხელისუფლებაში. აბა სხვა ვინ მოვიდოდა ახლა იქ რა. ორი ალტერნატივა. გამორიცხული იყო მესამე ძალა იქ არ არსებობდა უბრალოდ და უნდა ცოდნოდათ მათ ვინც ეს ჩაიფიქრა. რომ მოხდებოდა ის რაც მოხდა და ამას მოყვა ძალიან დიდი კატაკლიზმები მე მთელს მსოფლიოში ძალიან ამ მოვლენაზე ირანის ისლამურ ეგრეთ წოდებულ ისლამურ რევოლუციაზე მიება მე ახლო აღმოსავლეთის და მთელი მსოფლიოს პრობლემები ავღანეთი ხო წარმოგიდგენთ ხლა ავღანეთმა როგორ ჭყალებში ჩავსვე წამოიკიდა მე მთელი ახლო აღმოსავლეთი ხო თავის პრობლემები იქ მე შეიქმნა ესე ცარიელ ადგილზე არ შეიქმნა და არ შეიქმნებოდა რა თქმა უნდა 1000 ჯურის ტერორისტული ორგანიზაცია ყველაზე ცნობილი არ ჩვენმა მაყურებელმა მსმენელმა იცის ეს არის ალ-კაიდა ხო ალ-კაიდა როდის შეიქმნა ალ-კაიდა შეიქმნა ფორმალურად ავღანეთში საბჭოთა ჯარების და საბჭოთა იდეოლოგიასთან დასაპირისპირებლად და გასაგებია ვის მიერ რა თქმა უნდა საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაში ხო რა თქმა უნდა ხელშეწყობა იყო ძალიან დიდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან აფინანსებდნენ აიარაღებდნენ წვრთნიდნენ და ყველაფერი იყო იქ თავისთავად მაგრამ აქ არ გაითვალისწინეს ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი რომ ალ-კაიდას აი მე მგონი ჩვენ წინა გადაცემებშიც მithქვავს რომ ალ-კაიდას სრული დასახელება არ გახლავთ ეს ალ-კაიდა ალ-კაიდა საფუძველს ნიშნავს და რაღაც ბაზას და ეს რაღაცას. ნუ საფუძველი უწყინარი სიტყვა ხო, რა მოხდა ხო ბაზა? თავარი რისი ბაზა, რისი საფუძველია? ორგანიზაციის სრული დასახელება არის და უნდა იცოდეს კარგად ეს ყველა. ყაიდათულ ჯიჰად, ჯიჰადის საფუძველი, აი ამაზეა ლაპარაკი. ორგანიზაციას ალ-კაიდა კი არ ქვია. ჯიჰადის საფუძველი ქვია. ყაიდათულ ჯიჰად. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ეხლა ჯიჰადი მარტო საბჭოთა კავშირის მიმართ და მისი ჯარების მიმართ წინააღმდეგ ხორციელდებოდა. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ალ-კაიდამ ჯიჰადი შეწყვიტა,
სხვა ორგანიზაციებმა შეწყვიტეს თუ რაშია საქმე ვერ გაიგო. გადაერთვნენ პირდაპირ იმათ წინააღმდეგ, ვინც დააფინანსა, ვინც ამერიკელებმა იცოდნენ ჯიჰადის საფუძველი რო იყო. რა თქმა უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება არ ცოდნოდათ ახლა გასაკვირი იქნება რომ არ ცოდნოდათ ახლა. თუ მე ვიცი ამერიკელებმა არ იცოდნენ, რა თქმა უნდა იცოდნენ ეს. მაგრამ ნუ იქ იყო რაღაც რა ვიცი, მინდა ვიფიქრო რომ რაღაც ძალიან შორს მიმავალი გათვლები იყო და ეს ყველაფერი ჯდება იმ პროგრამაში, რაც თავის დროზე დაისახეს. ან ეს იყო სრული გაუთვლელობა და სრული უცოდინარობა სიტუაციის და ახლო აღმოსავლეთის, მაგრამ ამერიკელებს მოკარნახეებიც ბევრი ყავდათ და ბევრი ყავთ, ხო, იგივე დიდი ბრიტანეთის რომელმაც იცის ახლო აღმოსავლეთი. ანალიტიკური სამსახურების სახით, ხო, როგორ შეიძლება არ ცოდნოდათ ახლა. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თვითონ დიდ ბრიტანეთს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა და ჯერ კიდევ წინა აქვს ეს პრობლემები, რაც ამ დიდ ბრიტანეთს შეუქმნა ისეთმა ორგანიზაციამ, როგორც არის მუსლიმი ძმები. ახლა ანალიტიკოსები არაკლია, კვლევითი ცენტრები არაკლია, გამოცდილება ყველაზე მეტი აქვს ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობაში და ისლამთან და არაბებთან ურთიერთობაში. შეიფარეს ეს ორგანიზაციის გაქცეული, გამოზდილი წევრები. შაჰი შეიფარეს ხოთაშორის ჯამოგდებული. მაი შეინახეს არა ყოიმატ. კი ბატონო, შაჰისგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობდა, მაგრამ ამ ორგანიზაციებოდათ? ხო, მაშინ კი ბატონო. და დასჭირდათ. დღეს აღმოჩნდა რომ სჭირდებათ, მაგრამ რამდენად გამოიყენებენ შაჰის მემკვიდრის ფიგურას, ეს საკითხავია. ძალიან ეჭვი მეპარება რომ უახლოეს პერსპექტივაში ეს კაცი დაჭირდეთ და გამოდგეს იმ საქმისთვის, რისთვისაც ალბათ ვიღაცა ამზადებდა. ძმები მუსლიმების ამბავს ყვებოდით. ძმები მუსლიმები შეიფარა რამდენიმე ქვეყანამ ევროპაში, მათ შორის ერთ-ერთი დიდი ბრიტანეთი იყო და ლონდონი იყო მაგათი, ერთ-ერთი ცენტრი. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიფარა და აახენი იყო მაგათი ცენტრი. მე გესაუბრებით 60 გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში. ფრანგებმა შეიფარეს, ბელგიელებმა შეიფარეს. ნუ ეხლა თავში ხელს ირტყავენ და ეხლა ეს ძალიან მძიმე სურათს ქმნის ევროპაში. ამ ხალხმა და ამათმა იდეოლოგიამ შეაღწია ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემაში. ძალიან დიდი მასშტაბებით. ეხლა იძულებულები არიან კერძოდ აი ფრანგები, აი ბოლო მასალები არსებობს იმისი, რომ სხედან და ფიქრობენ როგორ ამოძირყვონ ეს ძალიან რთული ამოსაძირკვი იქნება, იმიტომ რომ თაობები გაიზარდა იმ იდეოლოგიაზე, რასაც ქადაგებდა და ქადაგებს დღესაც მუსლიმი ძმები. არავინ არ იფიქროს, რომ ეს ორგანიზაცია ძალიან შორს არის საქართველოსგან. მუსლიმ ძმებს თავის დროზე, ეხლაც სხვათა შორის მათი შეკრებები მაღალ დონეზე მზიან ისტანბულში იმართება ხოლმე და დიდი ერდოღანის კავშირზეც მიუთითებს. ხო, ერდოღანი, რა თქმა უნდა, ერდოღანის პარტიული კუთვნილება და პიროვნული კუთვნილება პირდაპირ იყო მუსლიმი ძმების ორგანიზაციასთან დაკავშირებული და გასულ წლებში და ეხლაც კი ბევრი დაკვირვებული მაყურებელი, რომელმაც იცოდა რასთან ქონდა საქმე, შეამჩნევდა საჯარო გამოსვლების დროს ერდოღანს მარჯვენა ხელს წევდა ზემოთ. ოღონ ცერათითი იყო მოკეცილი და ისე ოთხთით საჩვენებდა. აი ცერათითიზე არ მიმიქცევია ყველა ხელს რო წევდა. ეს არის მუსლიმი ძმების სიმბოლო. აქ ვარ ძმებო, ეუბნებოდა? მე თქვენთან ვარ მეცოდა, ეს არის სოლიდარობის სიმბოლოა მათი და მუსლიმი ძმების ლიდერების ფოტოები ყველგან ისინი ხუთით არაჩვენებს არასოდეს მუსლიმი ძმების წევრი. აჩვენებს მხოლოდ 4-ით. რას ნიშნავს? ეს არის სოლიდარობა მათთან. ამას უფრო ნეკამ თითმა რა დააშავა? ხო, ძალიან კარგი შეკითხვაა სხვა შორის. ისტორიულად ეს ცოტა სხვა მოვლენებს უკავშირდება. მუსლიმმა ძმებმა ვერ გაითვალისწინეს ეს თავიანთი ინტელექტუალური სიმწირის გამო. ადრე ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ორგანიზაცია ამ სახით არ არსებობდა და უბრალოდ მუსლიმი ძმების ორგანიზაცია, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა, არ არსებობდა. მანამდე შუა საუკუნეებში ეს ძალიან სარიტუალო ნიშანი იყო, ესეთი, რომელიც ძალიან ბნელ ძალებს უკავშირდებოდა. ადამიანის დასჯა რო უნდათ შუა საუკუნეებში, ერთ-ერთი მეთოდი იყო თუ ძალიან დიდ დანაშაულს არ ჩაიდნენ და ცერათით მოაჭრიდნენ. ნეკს არ მოაჭრიდნენ, ცერათით. ხო, მე ნეკი ვაჩვენე რა წერა. იცით რატომ? აი ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რაიმეს დაწერა გინდათ. ცერათითის გარეშე წერა არ ხდება.
შეიძლება საჩვენებელი თითი არ კონდეს ადამიანს. სხვა ნებისმიერი, მაგრამ დაწერს. წერათიც გარეშე ვერ დაწერს. მოკლედ ძალიან ბნელ ძალებს უკავშირდება და ამ ძმებმა მუსლიმებმა სიამოვნებით აიტაცეს ეს ნიშანი და იყენებენ დღემდე ამას. მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ გონივრული ეჭვი მაქვს რომ საქართველოს მოქალაქეებიდან რამდენიმე ესწრება ხოლმე ამ თავყრილობას და შეკრებას სტამბოლში და არა მხოლოდ სტამბოლში, სხვა ქვეყნებშიც, როდესაც იმართება. ხო და აი ეს ყურადღების მისაქცევი ამბავია, იმიტომ რომ ეს ხალხი მერე გამოდის სიტყვით საზოგადოების წინაშე, რაღაც ქადაგებით გამოდიან ხოლმე თავიანთი მომხრეების და მრევლის წინაშე და ქადაგებენ ისეთ აზრებს, რომელიც საქართველოს ინტერესებისგან ძალიან შორს არის. თუ არ ვიტყვით, რომ პირდაპირ დაპირისპირებულია, რაც უფრო სწორი იქნებოდა ეს. და მაშინ ბატონო დავით იბადება ესეთი კითხვა, რომ როცა ერდოღანი არ მალავს თავის კუთვნილებას თუ სოლიდარობას თუ სიმპათიას ძმები მუსლიმებისადმი, რატო აძლიერებს ბრიტანეთი? თუ თავში იყვნენ ახლა ძმები მუსლიმები რატო შემოუშვით და მაშინ რატო აძლიერებს? ზოგადად დასავლური სამყარო რატო უჭერდა მხარს მუსლიმი ძმების ამ ორგანიზაცია მუსლიმ ძმებს და ეს ხდებოდა აი უკანასკნელ დრომდე. სანამ არ მიხვდნენ საბოლოოდ რომ ეს ძალიან საშიში ორგანიზაცია. მუსლიმი ძმების იდეოლოგია აღიქმებოდა როგორც ზომიერი ისლამი. რაც არის კარდინალური შეცდომა, აი დამღუპველი შეცდომა. ჯერთი თვითონ ტერმინი ზომიერი ისლამი და ეს ძალიან არაკორექტული გამოთქმა, რაც ერდოღანი ბევრჯერ ვიმეორებ ხოლმე. თვითონ ერდოღანი ამბობს, რომ არ არსებობს ზომიერი, მკაცრი, სხვანაირი ისლამი რაღაც. ისლამი ისლამია, სწორია ეს კაცი მართალია. გავიხსენოთ ჩვენ როგორ დაუჭირეს მხარი ეგვიპტეში სულ რამდენიმე წლის წინ მუსლიმი ძმების ლიდერს რომელმაც პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა ეგვიპტეში და ერთი წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს სანამ არ დააქცია ქვეყანა მანამდე ვერ მიხვდნენ რომ ეს კაცი არის სამტროთ მოსული არ მხოლოდ ქვეყნის ეგვიპტის არამედ რა ვიცი ირგვლივ საზოგადოების და ზოგადად და მათ სულ სხვა გეგმები აქვს და მე სამხედრო გადატრიალება გახდა საჭირო და მოიყვანეს ის პრეზიდენტი რომელიც დღეს არის ასისი და ის კაცი მუჰამად მურსი ჩააყუდეს ციხეში და იქ გარდაიცვალა. დიახ. ბატონო დავით რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავუბრუნდებით, დაგველოდეთ. თერში ბრუნდებით, გამაგზავნებთ გადაცემა ჩვენ სტუმართან, აღმოსავლეთ მცოდნე დავით კობერძესთან. ბატონო დავით ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრეთ, მაგრამ მაინც მოდი უფრო კონკრეტიკა შემოვით, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც ჩვენი საზოგადოება რაღაც შეფასებებს აკეთებს, ვიღაცის მხარეს იკავებს, ან არ იკავებს ვიღაცის მხარეს, თან ამოდის იმ პრინციპიდან, რომ ეს იქნება იმ ვიღაცისთვის კარგი და ამიტომ თქვათ აქვს ეს პოზიცია და არ უფიქრდება ჩვენ ამ შემთხვევაში უშუალოდ მას თვითონ რა ბედიელის და როგორ შეიძლება ამ პროცესმა მასზე იმოქმედოს, ხო? აი ეს მახსოვს ჩვენ ხო საბჭოთა კავშირი არ მოგან რა გქონდა საბჭოთა კავშირის მოსაწონი იდეოლოგიურად და მურმალებაინდის ლექსია, ხო? ვარ გაკოჭილი მე ევროპელი დავტკბები ზანგის თავისუფლებით. ეს იგულისხმებოდა რომ ხა შეფარულად არის ეს დაწერილი მაშინ საბჭოთა კავშირი ხო მთელ აფრიკას ასწავლიდა მე მგონი თავის უმაღლეს სასწავლებლებში და რაღაცა საბჭოთა ხალხი უთანაგზნობდა აფრიკელებს და დაახლოებით იგივე გამოდის ახლა თქვათ რას აკეთებს დასავლეთი ხო უთანაგზნობს აღმოსავლელებს რომ იქ შეიტანოს ის პრინციპი არის ერთი და იგივე თუმცა მე მეეჭვება ჩვენი მსმენელი და მაყურებლის ნაწილი რაღაც სხვა რამეში დაგვდებს ბრალს და ამ შემთხვევაში რა ჩემი საქმე იყო რა მოხდებოდა აფრიკაში აფრიკელი ხალხი რას გააკეთებდა და რა ჩემი საქმე რას გააკეთებს ირანელი ხალხი როგორ იმოქმედებს ეს ჩვენზე გავლენები რა თქმა უნდა იქნება ისევე როგორც წარსულში ყოფილა, მომავალშიც იქნება გავლენები, იმიტომ რომ ირანი უზარმაზარი სახელმწიფოა, ეს არ არის ჩვეულებრივი პატარა საშუალო ზომის სახელმწიფო. ირანი გაცილებით მეტი გავლენების მქონე სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთისთვის, ვიდრე თურქეთი. ამას სჭირდება ცოდნა და გააზრება აუცილებლად მას გაცილებით დიდი გავლენები აქვს. და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ირანული ორგანიზაციები, ესეთი დაკავშირებული ჰეზბოლას ტიპის ორგანიზაციები ლათინურ ამერიკაშიც არსებობს
და მუშაობენ და მოქმედებენ იქ და თავის დაფინანსების წყაროები აქვს და ყველაფერი. ხო, წარმოვიდგინოთ ჩვენთან რა ხდება ამ კუთხით, ხო? ლათინურ ამერიკას თუ მიწვდა ირანი და ირანის დღევანდელი ხელისუფლება. აგერ ყურის ძირში მყოფი საქართველოს, სადაც არაერთი ასეული ათასი შიიტი ცხოვრობს და მე მინდა კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო, რომ ირანი არ მოქმედებს ისე როგორც თურქეთი. ჩვენ ვისაუბრეთ ამას წინათ, ამაზე თუ არ ვწდებით. თურქები საგაზეთო მასალისთვის ვისაუბრეთ. შესაძლებელია. თურქები აი ესეთი ცოტა სულსწრაფები არიან და ეს ძალიან დასანახად და ძალიან ესე თვალშისაცემად მუშაობენ ისინი. აი დღევანდელი დღით მუშაობენ, თუმცა იყურებიან ხვალინდელი დღისკენ, რა თქმა უნდა, მათი მიზნები ცნობილია ყველაფერი. აი ირანელები სულ სხვანაირად მუშაობენ. თან თურქები მუშაობენ საქართველოს მოქალაქე ქართველებზე. ეთნიკურ ქართველებზე მუშაობენ ჩვენთან. ირანელები ეთნიკურ ქართველებზე არ მუშაობენ. ირანელები მუშაობენ პირდაპირ ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე. ეხლა ეთნიკურ ქართველთან როგორ უნდა იმუშაონ? ირანელები. თურქები როგორ მუშაობენ? თურქები ძალიან დიდი წარმატებით მუშაობენ. ქართველ მუსლიმებზე მუშაობენ. ხო, რა თქმა უნდა, აჭარაში და არა მხოლოდ აჭარაში აქ მიდის საკმაოდ დიდი დაპირისპირება ირან თურქეთს შორის საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური კუთხით. თურქეთი ძალიან ცდილობს, რომ ის ხალხი, ვინც შიიტები იყვნენ და არიან, მოაქციონ სუნიზმისკენ და მუშაობენ ამ თემებისთვის. იქ მიდის მეჩეთების და მედრესეების მშენებლობა და წარმატებული მშენებლობა, აი რომ ნახოთ მარნეულის რაიონში იქ სუნიტური მეჩეთები, სუნიტური მედრესეები. ანუ მარნეულში შიიტები არიან. უმეტესობა. ყველაზე დიდი ნაწილი, უმეტესობა, რა თქმა უნდა, შიიტები არიან, მაგრამ თურქეთი ცდილობს, რომ ეს ბალანსი შეცვალოს თავის სასარგებლოდ. ეხლა ირანთან დაკავშირებული პრობლემები, პოლიტიკური პრობლემები, რომელიც დღეს აი ეს ხელის გულზე დევს, ეს ერთ შეხედვით ძალიან სასარგებლოა, დიდი სარგებლის მომტანია თურქეთისთვის, თურქულენოვანი სამყაროსთვის, იმიტომ რომ მათ გარკვეულწილად აქვთ იმედი, რომ ბალანსი მათ სასარგებლოდ შეიცვლება. მიუხედავად იზოლაციისა, ირანს უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე თურქეთს. ირანს ძალიან დიდი გავლენა აქვს. უნდა ვიცოდეთ ირანული საცეცების ადამდე წდება ლათინური ამერიკა ვთქვით და აფრიკის კონტინენტს იქ ირანელები მუშაობენ იქ რაღაც ნედლეულის ბაზებზე, ყველაფერზე მუშაობენ, ძალიან ევროპაში ძალიან აქტიურად მუშაობენ. ირანის საელჩოები და კულტურული ცენტრები ძალიან აქტიური მუშაობა მიდის. და ეს უფრო ნაკლებად თვალშისაცემია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ვიდრე სუნიტური, თქვათ, თურქული ორგანიზაციების მუშაობა. თურქული ორგანიზაციების მუშაობა ხელის გულზე დევს. არავინ არ აქცევს ყურადღებას, ეს მეორე საკითხია და მთავარი საკითხია, მაგრამ მათი მუშაობა აგერო ორგანიზაციები, რა ტიკა და მუსიად და ასე შემდეგ. მაგრამ ისინი მიზანს ხო აღწევენ? რა თქმა უნდა აღწევენ, საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეში ისინი თავის იდეოლოგიას მე არ ვიტყვი რომ ავრცელებენ, მაგრამ ამტკიცებენ. გამტკიცება მიდის ამ ისლამური იდეოლოგიის საქართველოში და ამას ნებსით უნებლიეთ ჩვენი მოსახლეობა იმის გამო რომ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ცოდნა არ აქვს, რასთან აქვს საქმე, ხელს უწყობს. ეს არის თურქული გავლენები, თურქული რელიგიური და პოლიტიკური გავლენებისთვის შექმნილი ორგანიზაცია. იგივე ტიკა. და უნდა ვიცოდეთ, ეს სულ ვიმეორებ მე ამას. რომელიმე ორგანიზაცია რომ იღებს მათგან რაღაც შემოწირულობას, დახმარებას, უნდა იცოდეს, რომ ეს, რა თქმა უნდა, უანგაროდ არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე, ან ძალიან შინაურებს შორის ხდება უანგაროდ. ხო, უნდა ვიცოდეთ, რომ აქ რაღაც შორს მიმავალი გეგმები აქვთ თურქებს აქ ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში. ასევეა ირანიც. აი ირანი უფრო მე ვიტყოდი, უფრო ჭკვიანურად მუშაობს. და აღწევენ თავის მიზნებსაც ირანული ორგანიზაციები, აგერ თბილისში მუშაობს რაღაც აჰლულ ბეითის ორგანიზაციები, უზარმაზარი ბიბლიოთეკებით, ყურანის შემსწავლელი წრეებით, შემდეგ მედრესეები, უნივერსიტეტის ფილიალები, 3 ფილიალი მუშაობს საქართველოში, ირანული რელიგიური უნივერსიტეტის. და ეს რელიგიური უნივერსიტეტი დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ვის მოუვიდა თავში ამ უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის მწვანე შუქის ანთება. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. არავითარი აკრედიტაცია არ აქვს მათ. არა, არ ჭირდებათ. საერთოდ არ ჭირდებათ მათ.
რა მათი კურსდამთავრებულები რა რესურს ცენტრებში აპირებენ მუშაობას, არ აპირებენ მუშაობას რესურს ცენტრებში, აპირებენ მედრესეებში, დავიანთ მეჩეთებში მუშაობას და საზღვარგარეთ რეკრუტირებისთვის აგროვებენ იქ ხალხს. რა სასწავლიან, უნდა შესასწავლია ეს. მე ვიცი რასაც ასწავლიან. ისლამს ასწავლიან. შიიტური მიმართულების ისლამს ასწავლიან ირანის სახელმწიფოს სასარგებლო იდეოლოგიით, პოლიტიკით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვის ასწავლიან ეთნიკურ საქართველოს მოქალაქეებს. თუ არა მესმის, მაგრამ ქართველებს თუ არა ქართველებს? არა ქართველებს. არა ქართველებს ასწავლიან. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ეს ჩვენი მოქალაქეები არიან. ეთნიკური არაქართველი საქართველოს მოქალაქე გამოყენებული რომ იქნება სხვა სახელმწიფოს ინტერესების რა თქმა უნდა ეს არც მისთვისა პირველ რიგში ეს მისთვის არ არის კარგი აი იქ მსმენელისთვის და სტუდენტისთვის მე ჩვენი სახელმწიფოსთვის არ არის კარგი აი ეს არის როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ირანი მუშაობს იმაში დასავლეთ ბერლინში და ჰამბურგში აქვს თავისი გავლენები და ლათინურ ამერიკაში და საქართველოში არ იქნება? ამას ჭირდება შესწავლა პირველ რიგში. ხო პირდაპირ დაპირისპირება და ვიღაცისთვის პენსიონა ნონ გრატას იარლიყის მიწებება და ქვეყნა გაგდება, ესე არ ხდება. ხო? ესე რომ მოხდა ერთხელ, იმის მერე კარგი შედეგები მივიღეთ 2006 წელს. დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა. შესწავლა ჭირდება ამას და დასაბუთება. იქნებ სასარგებლო, იქნებ მე ვწდები. კი ბატონო. მაგრამ რომ არ ვწდები, ყველა აღმოსავლეთცოდნე რომ ამას გაიმეორებს, ნაკითხი აღმოსავლეთცოდნე, თორემ არაპროფესიონალთა რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს ჩვენ? მე მახსოვს შარშან სირიის დროშებით დარბოდა ხალხი ქუჩებში, რომ ვაშა და გაიმარჯვა დემოკრატიამ სირიაში და ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა ისიც კი დაწერა სოციალურ ქსელში მართალია. შეიძლება სადღაც გაიმეორო კიდეც რომ სირიის წყალი გადმოგსხმოდეს აი ესეთი სიბრიყვე წარმოგიდგენიათ უნდა აიღო მართლა სირიის წყალი და გადაასხა თავზე და ნახო როგორი მას პირადად ხო და ეხლა რამდენიმე ადამიანი მე თბილისის ქუჩებში ყოველდღე ჩავდივარ იმ ადგილას სადაც ირანის საელჩო და ირანის დროშებს აფრიალებენ ну რა ვიცი ახლა ხვალ რომ მონღოლეთში დადგეს დემოკრატიის პრობლემები და რაღაცა მონღოლური დროშებით უნდა ვირბინოთ და რუსეთში მე რუსების თუ ну რა არის ახლა ესა არჯობია ჩვენ საქართველოს დროშა გვეკავს ხელში ვინ გვავალებს ნუ ეთქო ვიღაცა ავალებს არ ვიცი ხო ვიღაცა ავალებს და კიდე ერთ ცოტა გონებრივი სისუსტის ამბავის მგონია მე უცოდინარობის ამბავი. ახლა ქართულ კაცს ირანული დროშა არ უნდა ეჭიროს ხელს. ჩემთვის ეს არის რაღაც წითელი ხაზია და მორჩა და გათავდა. რაც უნდა ისუკნია ირანს. რა თქმა უნდა შაჰის დემოკრატიულ ირანს ეცვლება ისტორია. არა, რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ შეეცვლება, მით უმეტეს ახლა ისტორიის ცვლილება ზოგადად არ ხდება, ხო, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ. მე რა თქმა უნდა პირადად მე და ვთვლი რომ ჩვენი ქვეყნისთვის შაჰის რეჟიმი უფრო მისაღები იქნებოდა, მაგრამ დღეს არ არის ეს მოცემულობა და არის ის მოცემულობა რაც არის და ის ბალანსი რაც არის. უნდა შეიცვალოს აიათოლების რეჟიმი. რა თქმა უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნურად, გარედან ჩარევით, რომ უარესი მოხდეს. აი მე ვფიქრობ საერთოდ არ არის ჩემი საქმე. ჩვენი საქმე არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს მოხდება ძალიან ხელოვნური ჩარევით, ამას მოყვება ისეთი ამბები. რა ამ სცენარები მინდა რა ის ხელოვნური ჩარევით, აი სცენარებია საინტერესო. სცენარები იქნება დიდი ომი, დიდი სისხლის ზღვრა. ძალიან ახლოს არის ჩვენთან დიახ. ძალიან დიდი სისხლის ზღვრა იქნება თვითონ ირანში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საუბარი არის ახლა 36000 დაღუპულზე. წარმოვიდგინოთ რა ამხელა ნუ მასშტაბი არის წარმოუდგენელი. შეიძლება მეტიც არის იქ. შეიძლება ოდნავ ნაკლებიც არის, ან ბევრად ნაკლები, მაგრამ სხერპლია ხო? ირანის არსებული ხელისუფლება არ მოითმენს იმას, რომ ვიღაცამ დაბომბოს და ესენი უპასუხოდ დასხდნენ და იქ რაღაც კონსტიტუცია შეცვალონ, არაფერსაც არ შეცვლიან. არაფერს არ შეცვლიან. აი ესე იქნება სანამ თვითონ ირანელი ხალხის უმრავლესობა არ მოინდომებს რომ შესაძლებელია ირანში ბევრი რამე. ხას უსვამ დიდი უმრავლესობა და არა რაღაც რაკეტების და ტომაჰავკების ძალით ირანში დღეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება. თქვათ აი როგორც ეთყობა ხარ მქონია, იმიტომ რომ ეს სახმელეთო ოპერაცია ქვეითების ჩართვა ეს ძალიან მასშტაბური იქნება ახლო აღმოსავლეთში. მაშინ
რის იმედად ემუქრებიან იგივე ამერიკის შეერთებული შტატები თუ ისრაელი, ანუ კიდევ დაბომბავენ ირანს და შემდეგ მოლები უფრო რბილები გახდებიან. აი აქ ჩემთვის გაუგებარია და თან იცით კიდევ რატომ არის ჩემთვის ეს შემაშფოთებელი ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და კოლეგების არ იყოს, რომ ამ ხალხის ხელში ვინც ამდენი რამ ვერ გათვალა არის ასევე ჩემი ბედიც. და ჩემი ქვეყანა მათ გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული მსოფლიო და ვერ იღებენ რაღაც სწორ გადაწყვეტილებებს და მაშინ რატომ ემუქრებიან რისი იმედით ნუ კაი დაბომბეს ამან უპასუხა მე ერთმანეთი გალანძღეს და რა შედეგი შეიძლება ამან გამოიღოს აი საბოლოოდ რა უნდათ რომ იქ დიდი ომი დაიწყოს ახლო აღმოსავლეთში ყველას წინამდე რაც სირიაში ხდება ის მოხდეს ვიცი დიდი ომის წინააღმდეგებიც არიან ახლა შეიძლება რომელიმე ძალიან დიდ სახელმწიფოს თქვათ ერთს ძალიანაც აწყობდეს იქ რაღაც სპარსეთის ყურის ჩაკეტვა და იქიდან ნავთობმა და გაზის უზარმაზარმა რესურსებმა არ გააღწიოს სხვა ქვეყნების თქვათ ჩინეთისკენ, ინდოეთისკენ და იქ გააპროტესტონ ევროპისკენაც კი. ხო, არ ევროპისკენაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროცენტია იმ რესურსების, რომელიც გამოედინება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ხო? საუდის არაბეთის ყველაზე დიდი ნავთობსარეწები არის ზუსტად სპარსეთის ყურეში და არა აქეთ დასავლეთ სანაპიროზე. ჰუსიტები არიან საერთოდ ჩუმად. ჰუსიტების ჯერჯერობით არის. ჯერჯერობით მაგას ვამბობ საერთოდ ჩუმად. ჯერჯერობით საჭირო რომ გახდება და თუ გახდა საჭირო, ყველა დაინახავს რისი გაკეთება შეუძლიათ მათ. და ბალისტიკური რაკეტები რო ჰქონიათ. ყველაფერი მიწოდებული აქვს იქ მარაგები არსებობს, რა ვიცი, ირანიდან არც ისე შორს არის იემენის ტერიტორია, თუნდაც ჩრდილოეთ იემენის ტერიტორია, ასე რომ იქ მომარაგებული აქვს ყველაფერი. ღმერთმან უხნას ახლა რაღაც ფართო მასშტაბიანი დაბომბვების სერიები და ეს იქნება დარტყმა ახლო აღმოსავლეთზე. დარტყმა ახლო აღმოსავლეთზე იმ გათვლით რომ ეს რიკოშეტი მიაღწევს ჩინეთზე, ინდოეთზე და იქ რუსეთი დაზარალდება და ასე შემდეგ. ნუ რა ვიცი ახლა ნავთობი თუ გაძვირდება და ძალიან თუ გაძვირდება იმის გამო რომ სპარსეთის ყურიდან ვეღარ გამოაღწევს რუსეთის ნავთობს ფასი დააკლდება თუ მოემატება. მე ვფიქრობ მოემატება. ოღონდ არ ეყოფაო რუსეთის ნავთობი ჩინეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. რამდენი სამაგეროთ რუსეთის შეიარაღებას ხომ ეყოფა? ჩვენ რომელი ვიდარდოთ ახლა რუსეთის გაძლიერება თუ ჩინეთის დასუსტება თუ რა უნდა ვქნათ ჩვენ საქართველოში? რუსეთი რომელიც აგერ 30 კილომეტრში ყავს თავისი ტანკებით და 1000 უბედურებით კიდევ აქ. ჩვენ ძალიან უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და საქართველოს ინტერესებზე და ყველა მოვლენა უნდა გავატაროთ აი ამ პრიზმაში. როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ინტერესებზე? როგორ იმოქმედებს? მე ორივე ხელით თანახმოვარ რომ ირანელმა ადამიანმა დიდი კულტურის ჩვენთვის ძალიან ბევრი ცუდის გამკეთებელმა, მაგრამ იცხოვროს ძალიან კარგად გაბრწყინებულმა, ბევრი ირანელს ვიცნობ ძალიან ღირსეულ ადამიანს, ძალიან კულტურულს, ძალიან ბევრს მერწმუნეთ. მაგრამ მე ბევრს არა, მაგრამ ერთი-ორს ვიცნობ და ძალიან ინტელიგენტი და სასიამოვნო. მაგრამ პირველ რიგში ეს არის ჩემი ქვეყნის ინტერესები. თუ ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი მოვლენა, თუნდაც ერთი თოფის გასროლა ჩემს სახელმწიფოს საქართველოს რაიმეს ავნებს, მე არ მიღირს რომ იქ თოფი გავარდეს. ბატონო დავით, აი თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენთან ძალიან აშკარად მოქმედებენ თავისი გავლენების გასაძლიერებლად ირანული ორგანიზაციები და მეტი სიფრთხილე საჭირო, შემოწმებაა საჭირო. აი თუ ჩვენს ამ გულარხეინობას მივაწერთ, ჩვენს არაპროფესიონალის ინფანტილობას, ევროპა რატომ არის ასე? მიხვდნენ ევროპაში. აღარ არიან მშვიდად. მიხვდნენ. თქვენ რომ ნახოთ. მარტო შფოთავენ თუ რამის აკეთებენ? არა, აკეთებენ, ახლა საკანონმდებლო დონეზე იღებენ კანონებს, რომ რაღაც თქვათ, აი შემიძლია ჩამოგითვალოთ ძალიან ბევრი ღონისძიება, რომელიც მიიღეს ბოლო დროს, თქვათ საფრანგეთში და გერმანიაში აიკრძალა თურქი იმამების შემოსვლა ქვეყანაში საქადაგებლად. ახლა იმამ შეუძლია ჩავიდეს და დაისვენოს და ბადენ-ბადენში მინერალური წყალი მიირთვას. მაგრამ თურქი იმამები მაგისთვის გერმანიაში არ ჩადიოდნენ. ისინი სულ სხვა მიზნით ჩადიოდნენ. ისე როგორც საფრანგეთში. მოკლედ აიკრძალა უცხოელი იმამების ჩასვლა და ქადაგება ადგილობრივ მეჩეთებში და სასულიერო სხვა ცენტრებში და ყურანის შემსწავლელ კურსებზე. მე იქ იღებენ კანონებს ნუ ჩემი აზრით ცოტა გადამეტებული რაღაც ჰიჯაბის აკრძალვის მიმართულებით ახლა ადამიანი რაც უნდა ის დაიხუროს თავზე. ეგ არ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ორგანიზაციების და ამ იდეოლოგიის შეღწევა სახელმწიფო სტრუქტურებში.
და ძალიან ბევრი პარტია სხვათა შორის ადრეც და ეხლაც იყენებს მოსახლეობას, რომელსაც მუსლიმი უმცირესობა ჰქვია, თავის საარჩევნო ელექტორატის სახით, ხო? იცავენ მათ უფლებებს, რომ რა თქმა უნდა აიგრძალოს სკოლებში და სკოლის სასადილოებში ღორის ხორცის გამოყენება, აბა რა ქნას იმ მუსლიმმა ბავშვმა და არის ასეთი ხმებიც იქ. ხო, იქ რაღაც მათი უფლებების დაცვა, მეტი მეჩეთი ისმოდა ხოლმე ეს ხმები. ისმოდა ხოლმე. ეხლა უფრო ნაკლებად ისმის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს გააგებინეს, რომ მეტი და გადამეტებული დოზით შეღწევა უცხო იდეოლოგიის, ევროპისთვის უცხო იდეოლოგიის შეღწევა ევროპის კონტინენტზე საშიშია ძალიან. ეს გათვლილი ზომებია აზიის და აფრიკის ბევრი ქვეყნის მიერ, რომ შეიცვალოს არა მხოლოდ დემოგრაფიული სურათი დასავლური სამყაროში, არამედ იდეოლოგიურიც. შეიძლება თუ დემოგრაფიული სურათი შეიძლება, გასაგები რომ იდეოლოგია შეიძლება და სულ მოკლედ ამაზე აუცილებლად ეს მიზანია. დიახ, ვთქვათ, რომ აი იგივე ახლო აღმოსავლეთში თუ დაიწყო ომი აი ირანში არეულობა, ის ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, ისინი არ შეუქმნიან საფრთხეს. ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს იქ, რომ საჭირო მომენტში საფრთხე შექმნას იმ ქვეყნისთვის, სადაც ცხოვრობს. ძალიან ბევრი ადამიანი გაქცეულია უბრალოდ გაუსაზლისი პირობების გამო და რეჟიმისგან გულწრფელად დევნილები არიან ისინი და ისინი მუშაობენ და სარგებელი მოაქვთ იმ ქვეყნისთვის, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ელოდებიან ბრძანებას გარკვეული ცენტრებიდან, თეირანიდან, რომ აი ჩვენ ახლა შეგვექმნა პრობლემები და თქვენ უნდა შექმნათ ადგილზე პრობლემები. ესეთი სურათი ჩვენ გასულ წლებში გქონდა, ხო? საფრანგეთში აფეთქებები, ბელგიაში აფეთქებები, რა, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ჩვეულებრივი დივერსიული მინი ჯგუფები. დიახ. დავით, ძალიან დიდი მადლობა. იმედია ძალიან დრამატულად არ განვითარდება მოვლენები, ან ყოველ შემთხვევაში განვითარდება და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს დრამატიზმი არ დავიტეხოთ თავზე, იქ სადაც ჩვენი საქმე და ადგილი არ არის. ძალიან დიდი მადლობა მსმენელსა და მაყურებელს. მე გემშვიდობებით და იმედია შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.